მოგესალმებით, მე ვარ სალომე ზურაბიშვილი და წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. დღეს ჩვენს ეთერს დავუთმობთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში. კონკურსს 2018 წლიდან ვაორგანიზებთ და წელს რიგით მერვე ჯილდოს ცერემონია ჩატარდება. ბიზნეს განცხადების მიღება კი უკვე დაწყებულია. 2025 წელს გამარჯვებული პროექტები 6 ნომინაციაში გამოვლინდება. ეს ნომინაციები კი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება. ასევე გამოვლინდება ნომინაციის მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის გამარჯვებულები. გასულ წელს კონკურსის პირველ ეტაპზე ბიზნესისგან 157 აპლიკაცია მივიღეთ და პირველადი გადარჩევის შედეგად მეორე ტურში 110 აპლიკაცია გადავიდა. იმედი გვაქვს, რომ 2025 წელს კომპანიების კიდევ უფრო გაზრდილ ინტერესს დავინახავთ. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი ერთადერთია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტზეა დაფუძნებული და გაეროს ინიციატივის ეგიდით ტარდება. ჟიური კი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება. კონკურსის პირობებზე, მნიშვნელობაზე და წინაწლების გამოცდილებაზე დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ქეთი ბოჭორიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქცელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერი და ალექსანდრე ჯაშიაშვილი, პროგრედით ბანკის გარემოსდაცვითი განყოფილების ხელმძღვანელი არიან დღეს ჩვენთან ერთად. ქეთი, ალექსანდრე, დიდი მადლობა, რომ გვიერთდებით გადაცემაში. ჩვენ ყოველ წელს უკვე მერვე წელია, რაც ვატარებთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს და ვხედავთ, რომ ბიზნესის დაინტერესება კიდევ უფრო მეტად და მეტად იზრდება წლიდან წლამდე კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით. ქეთი, პირველი კითხვით გადმოვალ შენთან, უფრო მეტი რო გვიამბო ამ ჯილდოს შესახებ. რატომ დავიწყეთ ამ ჯილდოს ორგანიზება ზოგადად, რა ნომინაციები არის წელს და ვის შეუძლია რომ შემოიტანოს განაცხადები? მადლობა სალომე. წელს როგორც აღნიშნე უკვე მერვედ ვატარებთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს. ღონისძიება ტარდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და შვედეთის დაფინანსებით და ყოველწლიურად ნომინაციები გამომდინარეობს მდგრადი განვითარების მიზნებიდან. წელსაც გვაქვს 6 ნომინაცია, როგორც აღნიშნე და ჩამოვთვლი ამ ნომინაციებს. ეს არის შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის მდგრადობის მიღწევა და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის. აღნიშნულ ნომინაციებში ჩვენ გამოვავლენთ გამარჯვებულებს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესიდან, ასევე მსხვილი ბიზნესიდან. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, რომელთა პროექტები და ინიციატივები შეესაბამება ჩამოთვლილ ნომინაციებს და ვისაც მოკლედ სურვილი აქვს, რომ მიიღოს აღიარება, ვისაც სურვილი აქვს, რომ შემოიტანოს ეს განაცხადი. აქვე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ პროექტი, ინიციატივა, რომელიც შემოვა წელს ჯილდოზე, დაწყებული იყოს, მიმდინარეობდეს ან სრულდებოდეს 2024-2025 წლებში. გარდა ამისა, ბიზნესებს შეუძლიათ შემოიტანონ ერთზე მეტი განაცხადი სხვადასხვა ნომინაციაში, ამაშიც შეზღუდვა არ გვაქვს და ჩვენი ჯილდო ორ ეტაპიანი არის. პირველი ეტაპი, როგორც აღნიშნე, უკვე დაწყებული არის და მიმდინარეობს განაცხადების მიღება 30 მაისის ჩათვლით, სულ ცოტა დრო გადარჩა, თუმცა ძალიან მარტივი არის პირველი ეტაპი, ამიტომ მარტივად შეუძლიათ რომ ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, რომ ძალიან მარტივი ეტაპი არის პირველი და მოკლე განაცხადია. პირველი ეტაპზე გვაქვს ძალიან მოკლე განაცხადი, მთავარი ძირითადი მიზანი რაც არის, რომ მოგვაგვიზიარონ ინფორმაცია პროექტის შესახებ, მოკლე აღწერა, სხვადასხვა დეტალი კომპანიის შესახებ, წამდგენი პირი ვინ არის და რაც მთავარია შეარჩიონ ნომინაცია, სადაც შემოაქვთ ეს განაცხადი. პირველი ეტაპის შემდგომ გვაქვს მეორე ეტაპი, რომელიც უკვე ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და პირველი ეტაპიდან გადასული კომპანიები, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე, უკვე მათი შეავსებენ უფრო ვრცელ განაცხადს, როგორც წესი ეს ივსება ინგლისურ ენაზე, ვინაიდან ჩვენ გვყავს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური და მეორე ეტაპზე აპლიკაციების შევსების, ასე ვთქვათ, ეტაპზე და პროცესში ჩვენი ორგანიზაცია სრულად განცალკევებული არის ამ პროცესისგან. მთლიანად ჟიურიზე არის გადანაწილებული ეს პასუხისმგებლობა და უკვე ოქტომბრის თვეში შემდგომ ვავლენთ ხოლმე გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში. აი, წინა წლის ჟიურის რო გადავხედოთ, აი რა მიმართულებით არიან პროფესიონალები ჩართული შეფასებაში ამ აპლიკაციებში?
აპლიკაციების? თავარი კრიტერიუმი არის ის, რა თქმა უნდა, რომ კონკრეტული სფეროს ექსპერტები იყვნენ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვითანამშრომლოთ, ადგილობრივ ექსპერტებთანაც ვითანამშრომლოთ, რომ ადგილობრივი კონტექსტიც, ასე ვთქვათ, უფრო ხელმისაწვდომი იყოს და გასაგები იყოს და შეფასებადი იყოს ჟიურის მხრიდან. ვცდილობთ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორები გვყავს ამ ნაწილშიც, წელსაც მაგალითად ჟიურიში გვყავს როგორც მაგალითად ადგილობრივი გაეროს სააგენტოებთან ხელმძღვანელობთ, თანამშრომლობთ და ჩართულები არიან ამ პროცესში, ასევე სხვადასხვა დონორები, სალჩოები, მოკლედ ძალიან აქტიურად არიან ხოლმე ჩართული შეფასების პროცესში. და აპლიკაციების შევსების ნაწილსაც შევეხეთ და ამ მიმართულებით მინდა რომ ალექსანდრესთან გადავიდე. მომდევნო კითხვით პროკრედიტ ბანკს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და გამარჯვებულიც ყოფილა აღნიშნულ კონკურსში. ცოტა მეტი რო გვიამბოთ, აი თქვენს გამოცდილებაზე, რატომ იღებთ კონკურსში მონაწილეობას და ამასთან ერთად აი თვითონ ეს სააპლიკაციო პროცესი, შევსება აპლიკაციის რა გამოცდილება არის? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გამიმართვეთ კიდევ ერთხელ კონკურსში, ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა ხოლმე როცა ვიგებთ, რადგან გერმანული ბანკი ვართ, ბანკის ფილოსოფიაზე ხშირად ვისაუბრია და მდგრადი ეკონომიკა, IES-ში საკითხები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ამიტომ განსაკუთრებულად საინტერესო და სასიხარულო მსგავსი ჯილდოების მიღება. ამიტომ მინდა ორგანიზატორებს უთხრა დიდი მადლობა, ჟურის წევრებსა, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ატარებს და ასევე ჟური. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა და ვთქვა, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები, ძალიან მნიშვნელოვანია ფოკუსი მდგრადობაზე, მწვანე ეკონომიკაზე, ESG-ზე, გარემოს დაცვით და სოციალურ და მართლობებით საკითხებზე ფოკუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თქვენს პროექტზე რომ მოგვიყვეთ, ცოტა უფრო მეტი აი წინა წელს რა პროექტად გაიმართვა? ჩვენ გავიმარჯვეთ მწვანე დაფინანსებაში, საუბარი იყო იმ პროდუქტებზე, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში. ორ პროდუქტზე იყო ძირითადი ფოკუსი. პირველი პროდუქტი ეს არის მზის ელექტროსადგურების დაფინანსების მექანიზმი, ასე ვთქვათ, და მეორე ეს არის ელექტრომანქანების დაფინანსება. ორივე პროექტი არის ძალიან წარმატებული, ეს ჩანს უკუ კავშირით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კლიენტებისგან, ასევე მომართვიანობაც არის ძალიან მაღალი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელის დაგენერირება მოხერხდა ამ ბოლო პერიოდში. შესაბამისად, ხო, ამ პროდუქტს ბევრი ხიბლი და ბევრი კარგი, ბევრი ბენეფიტი ახლავს. არის ძალიან საინტერესო მიმზიდველი პირობები, კარგი payback პერიოდით და რაც თავარია ინვესტირება ხდება მწვანეში, ანუ ამ შემთხვევაში ეკომეგობრულ მანქანებში და ეკომეგობრულ ტექნოლოგიაში, რომელიც განახლებადი ენერგიიდან გვაძლევს ელექტროენერგიას. აი კონკურს მიღმა ძალიან საინტერესო არის თქვენი ბანკი რა სარგებელს იღებს იმით, რომ მწვანე მიმართულებით ინვესტიციას დებს და ცდილობს, რომ თავისი პროდუქტები და სერვისები მიმართოს სწორედ ამ მიმართულებით. აი რატომ არის კორპორაციული მდგრადობა მნიშვნელოვანი თქვენთვის? ხო, ეს არის ღირებულებით ნაწილზე რო გადავიდეთ, ეს ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ სარგებელზე, არამედ საუბრობთ იმაზე, რომ პროკრედიტ ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს იოპერიროს ქვეყანაში, თუმცა გარდა იმისა, რომ დააგენერიროს მოგება, იყოს წარმატებული ორგანიზაცია, ასევე გვინდა ჩვენი პოზიტიური ზეგავლენა და კვალი დავტოვოთ ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე, იმ ქვეყნებზე, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, იცით, რომ 11 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, ამიტომ გარდა ყველაფრისა ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენ შეგვიძლია იმ ფაქტის პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა და კარგი საქმეების კეთება. და რა თქმა უნდა, გარდა ყველაფრისა ეს არის მდგრადობა და მდგრადობას კიდევ ბევრი პოზიტიური მომენტი ახლავს. ჩვენ გვინდა წარმატებული ქვეყანა, გვინდა წარმატებული ეკონომიკა, გვჭირდება წარმატებული კლიენტები და ამიტომ ჩვენ ძალიან გვჯერა, ასე ვთქვათ, რომ მდგრადი ინვესტიციებით, მწვანე ინვესტიციებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს
და შემდეგ ისევ ჩვენც ვიხეირებთ იმით, რომ გვექნება ბიზნესებთან პოზიტიური თანამშრომლობა და ბიზნესები განვითარდებიან, რაც თორია. პროკრედიტ ბანკის წარმატებული პრაქტიკა მიმართულებით ნამდვილად ახალი ამბავი არ არის და ლიდერი არის თქვენი კომპანია ამ კუთხით ბაზარზე, თუმცა აქაც საინტერესო არის აი კონკურსის ჭრილში რო შევხედოთ პროკრედიტ ბანკთან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების აპლიკაციების შედარება არ ხდება და ამაზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება რომ მსხვილი ბანკის ან სხვა კომპანიის აპლიკაციები ცალკე ფასდება და მცირე და საშუალო ზომის კომპანიების ცალკე. იქეთ უფრო მეტი რო გვიამბო ამის შესახებ როგორ ხდება შეფასება და აი პროექტების შესახებაც მაგალითად აი რა სახის პროექტები შეიძლება რომ შემეტანო, აი თქვათ ხარისხიანი განათლების მიმართულებით რა სახის პროექტები შემოდის ხოლმე, რომ აი შინაარსობრივადაც მხოლოდ თქვათ კი კლიმატის ცვლილებასთან მნიშვნელობაც გვაქვს როგორც მიმართულება, მაგრამ ასევე სოციალური საკითხებიც არის. რაც შეეხება შეფასებით დავიწყებ, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 2 წელია თუ არ ვცდები უკვე გვაქვს გამიჩნეული მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია ცალკე და მსხვილი ბიზნესის კატეგორია ცალკე, ადრე ერთად ვაფასებდით, ახლა გავმიჩნეთ და თითოეულ ნომინაციაში ცალკე ვაფასებთ მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსულ აპლიკაციებს და ცალკე მსხვილ ბიზნესს. კრიტერიუმები არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კრიტერიუმები, საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში როგორ არის ეს კონკრეტული პროექტი, როგორ განხორციელდა ეს პროექტი, რა რესურსი დასჭირდა და რაც ალეკომ აღნიშნა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი, რა სარგებელი მიიღო ორგანიზაციამ და რა სარგებელი მიიღო საზოგადოებამ. ამ კრიტერიუმების მიხედვით, ანუ კრიტერიუმები არის ერთი და იგივე, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის და ამას მოკლედ აკეთებს ჟიური და აფასებს ჩვენი ჟიური. რაც შეეხება ნომინაციებს, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან ასე ვთქვათ, შევეცადეთ, რომ ყველა სექტორი მოგვეცვა წლევანდელი ნომინაციებით. არის ნომინაციები, რომელიც ყოველწლიურად გვაქვს და ვცდილობთ ხოლმე, რომ იყოს, როგორც არის ხარისხიანი განათლება, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, თუმცა წელს გვაქვს პირველად ახალი ნომინაციები, როგორც არის შიმშილის აღმოფხვრა და კლიმატის მდგრადობის მიღწევა. ჩვენ ვატარებთ ხოლმე ასევე საინფორმაციო შეხვედრებს ბიზნესებთან, პირველ ეტაპზე გქონდა, ასევე მეორე ეტაპზეც გვაქვს დაგეგმილი, სადაც დეტალურად ვესაუბრებით და გავდივართ იმ საკითხებს, რა ტიპის პროექტები და ინიციატივები შეიძლება შემოიტანონ ამ კონკურსზე. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი ასევე Corporate Award G, სადაც შეუძლიათ რომ შევიდნენ და თითოეული ნომინაციის ფარგლებში ნახონ რა ტიპის საქმიანობები, ინიციატივები, პროექტები შეიძლება რომ შემოვიდეს ჯილდოს კონკურსზე. ერთი მინდა ასევე დავამატო, რაც არ გაგვიჟღერებია არასდროს, ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა არის სრულიად უფასო ყველასთვის, ყველა შეუძლია, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს და ძალიან მოკლედ დიდი მოლოდინი გვაქვს წელს რომ მივიღებთ ძალიან ბევრ განაცხადს. და გამოცდილებაც გვაქვს რომ პირველად რომ იღებენ მონაწილეობას, მაგალითად წინა წელს ორმა ასეთმა კომპანიამ მოიგო ჯილდო და ძალიან სასიხარულო იყო ეს მათთვის. მე მინდა რომ მოლოდინების შესახებაც გკითხო, გვაქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ვთქვათ გაიზრდება ბიზნეს აპლიკაციების რაოდენობა და ზოგადად როგორ შევაფასებდით ანუ წლიდან წლამდე რამდენად ხედავთ ამ ტენდენციას? თავისთავად ჩვენ ყოველწლიურად ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ ამ გარემოებას და გვინდა და მოლოდინი გვაქვს რომ ძალიან ბევრი განაცხადი შემოვა, წელსაც ამ მოლოდინით ვართ და აი ეს ახალი ნომინაციებიც სწორედ გვაძლევს იმის мотиваციას, რომ ვთვლით, რომ ბევრ სხვა ისეთ სექტორს შეიძლება მივუწდეთ და გავაგონოთ ხმა, რომელსაც აქამდე შეიძლება მონაწილეობა არ მიუღია და განცდა და მოლოდინი იმის, რომ ბევრი განაცხადი შემოვა გვაქვს თან იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად იზრდება ჯილდოს კონკურსში შემოსულ განაცხადების რაოდენობა, იზრდება ხარისხი ასევე და ჩვენი ამის დაკვირვების შესაძლებლობა გვაქვს, როდესაც დავიწყეთ იქიდან მოყოლებული ვაკვირდებით ამ პროცესს, ნახულობთ პროექტებს, ინიციატივებს, შედეგებს და ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ხარისხიც იზრდება რაოდენობასთან ერთად. და ბოლო კითხვა თქვენთან ორივესთან მექნება რეკომენდაციებთან დაკავშირებით, აი ის კომპანიები, რომლებიც ახლა უყურებენ ამ გადაცემას და სურვილი აქვთ რომ შემოიტანონ განაცხადი, აი რა რეკომენდაციას მისცემდით მათ? კეთი, შენგან დავიწყებ და შემდეგ ალექსანდრესთან გადავა. პირველი რა თქმა უნდა რომ იფიქრონ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან და რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ საზოგადოებას და ქვეყანას და სხვა კომპანიებს გააგებინონ მათი საქმიანობის შესახებ და
მიიღონ ის აღიარება, რომელიც რეალურად ეკუთვნით მათ საკუთარი საქმიანობით და მიყვნენ აი ამ პროცესს თუ რამე დეტალი და ინსტრუქცია დასჭირდება ჩვენ ყოველთვის ვიქნებით რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ. ერთგვარად მარტივი პროცესია, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ჩართულობაც აი ამ პროცესში. დიდი მადლობა, ალექსანდრე, თქვენი რეკომენდაცია მოკლედ იქნებოდა. კი ბატონო. ჩვენ მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩვენთვის ეს არის აღიარება, ჩვენთვის ეს არის დამატებითი мотиваცია იმისთვის, რომ კიდევ მეტი ვაკეთოთ ამ მიმართულებით და ზოგადად იმას ვიტყოდი, რომ კონკურსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა პროექტები რეალურად კეთდება კომპანიებში და მინდა ყველას უთხრა, რომ მდგრადობა არის მნიშვნელოვანი. მდგრადობა ასევე დაკავშირებულია რისკების შემცირებასთან, მომგებიანობის და ეფექტურობის ზრდასთან, ახალ ასე ვთქვათ, შესაძლებლობებთან, ასევე ბიზნეს შესაძლებლობებთან. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ასე ვთქვათ, დიდი ყურადღება მიაქციონ ამას. მარტივი გზა არ არის, ჩვენ მაგალითზე შეგვიძლია ამის თქმა. საკმაოდ რთული აპლიკაციის შევსება კონკურსში მონაწილეობის მიღება შედარებით მარტივია და ძალიან კომფორტულია. თუმცა ზოგადად პროექტების დანერგვა და მდგრადობის ინსტიტუციონალიზაცია არ არის მარტივი პროცესი. მოითხოვს ბევრ რესურსს, ბევრ შრომას, ბევრ ყურადღებას, ბევრ ეფორტს, თუმცა შემდეგ როცა გიფასდება არის ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო. ნამდვილად მასე არის მდგრადობის მწვერვალისკენ სწრაფვა მუდმივად. დიდი მადლობა ალექსანდრე ქეთი იმისთვის რომ დღეს ჩვენს გადაცემაში იყავით. იმედი მაქვს რომ წელს ნამდვილად გაიზრდება ბიზნესის ინტერესი და ეს წლიდან წლამდე კიდევ უფრო მზარდი და მზარდი იქნება. ჩვენ კი ამით ჩვენი გადაცემა დღეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ მომდევნო კვირაში შევხვდებით ასევე ძალიან საინტერესო თემით და სტუმრებთან ერთად.